შეცდომების მეტი რა დამიშვია, მაგრამ როგორც კონტენტ კრეატორი ვზრუნავს სხვისი გვერდების განვითარებაზე, მაგრამ საკუთარს არ ვაქცევ ყურადღებას. ერთი მომენტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. დამიდი რაღაც ვიდეოები, ასულა მაგალითად 600,000 ნახვაზე, მაგრამ იყო რაღაცა კონკრეტული თემატიკის. შევცვალე თემა, დავარდა ნახვები. TikTok-ის მაგალითი ავიღოთ. რაღაც პერიოდი მომიწია კახეთში გადახსვა თბილისიდან. მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, მაგრამ ესე მოხდა და გადავედი. დავიწყე კონტენტის გადაღება თბილისიდან სოფლად. საკმაოდ კაი ნახვები ხონდა. როდესაც შევცვალე კონტენტი რაღაც უბრალოდ ამას ვიდეოებს ვიღებდი, დავარდა. მერე კიდე ერთი შეცდომა დაუშვა. ეს ჩემი პირადი გვერდი გადავაკეთა რეპლიკების ონლაინ მაღაზია. ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ გამძრა კაცი ალგორითმს გაუჭირდა გადაწყობა. გამომწერები მყავდნენ ისეთი დაგროვილი, რომელსაც აინტერესებდა თემატიკა თბილისიდან სოფლად და სულ არ ჭირდებოდა ჩვენი რეპლიკები ან უბრალოდ ლამაზი ვიდეოები. მე როგორც იქნა გადაეწყო ჩვენი ალგორითმი, მოიყვანა მომწერები, რომლებსაც აინტერესებდა რეპლიკები, ჩანთები. შინდავდე ძალიან საინტერესო ვიდეო სახის კანის მოვლა. ეს სხვა თემატიკა საერთოდ არ გავარდა. არადა ისეთი საჭირო ინფორმაცია ნეტა თავის დროზე ვინმეს ეთქვა ჩემთვის, მაგრამ არ წავიდა, იმიტომ რომ სხვა თემატიკის გვერდი იყო, სხვა თემატიკა არ იმუშავა. თუ პირველად ვხედავ, მე ვარ უსკა გიუნაშვილი, კონტენტ კრეატორი, სოციმედია მენეჯერი, მეგობარი, ბიზნესის ცდილობების მქონე უამრავჯერ ადამიანი. დედა მეუღლე. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რადგან ჩემთან ნახავთ ძალიან საინტერესო კონტენტს, როგორი მრავალმხრივიც ვარ, აი ასეც.